მადლობ, დიდი მადლობა. მოგესალმებათ, ვანო ჯავახიშვილის შოუ. გუშინ პარლამენტმა როგორც იქნა, მიიღო საკონსტიტუციო ცვლილება, ანუ პრეზიდენტს ჩამოერთვა უფლება დაითხოვოს მთავრობა. ოცნება ვერ აგროვებდა საჭირო ხმებს, მაგრამ ნაციონალებმა დაუთმეს და 53 დეპუტატმა მისცა ხმა. დაუთმეს რა? გინდა ისე თქვი, გინდა ასე თქვი. ბოლო-ბოლო ნაციონალები შევიდნენ ბუტკაში, შევიდნენ ბუტკაში. საბოლოოდ გაირკვა, რომ ნაციონალებს პარლამენტში ყავთ 54 პოლიტიკოსი დეპუტატი, ქართულ ოცნებას კი 93 დეპუტატი. ამას თუ გამოვაკლებთ მსახიობებს, რეჟისორებს და სპორტსმენებს, ოცნებას დარჩება 12 პოლიტიკოსი დეპუტატი. და 12 პოლიტიკოსი დეპუტატით გინდა 54-ს ეჭიდაო თქვენ. ოცნებას მინდა მიმართო. მე მგონი თქვენც მალე შეყვალთ ბუტკაში. მართალია ნაციონალებმა კონსტიტუციურ ცვლილებებზე ხმის მისცემით ძალიან კარგი რამ გააკეთეს. მაგრამ მაინც მიჩვეული რო ადამიანი ახლა ნაციონალებმა რაც არ უნდა კარგი გააკეთო, მაინც ცუც ფიქრობს კაცი. მაინც რაღაცა ცუც ფიქრობს კაცი. მოკლედ ამ ცვლილებებით პრეზიდენტს ისე შეეზღუდა უფლებები, რომ ოცნება უკვე მის გადაყენებას აღარ მოითხოვს და ახლა ასე ამბობს, გადადეთ ეს კაცი. გადადეთ ეს კაცი გვერდზე. ნუ ნაციონალების ამ ნაბიჯით პრეზიდენტმა მთავრობას უთხრა, რომ გადავდოთო კიკლაობაო, გავერთიანდეთ და ქვეყნისთვის კარგი საქმეები ერთად ვაკეთოთო. მოკლედ ეხლა ასეთი ვითარებაა, ვნახოთ ვიდეო. Выходи, подлый трус. Ребята, давайте жить дружно. სააკაშვილი ჩასულიყო წყალტუბოში ხალხთან შესახვედრად, დიდი აურზაური და დიდი ზარზეიმი არ ყოფილა. მის ჩასვლაზე, ამიტომ მას დახვდნენ ადგილობრივი ნაციონალური მოძრაობის წევრები და წყალტუბოს მოსახლეობის ხათრიანი ნაწილი. ხალხმა იკითხა რა უნდა წყალტუბოში სააკაშვილს და რა ქნას ვაბავ პრეზიდენტი პარლამენტში აღარ უშვებენო შიგნითო და შორი ახლოს უტრიალებს თვითონ მაინც აღარ უშვებენ ამ კაცს რა ქნას. ნუ გუშინ ივანიშვილი მარნეულს ესტუმრა, თუ შეიძლება ვნახოთ ეს ვიდეო. მოკლედ, კაცი ჩავიდა მარნეულში, ნახა ტრაქტორები, დაესწრო ხნათესვას, შეხვდა მოსახლეობას და აზერბაიჯანულ ენაზე მიულოცა ბაირამობა. ეხლა ეს ყველაფერი ხო ჩამოვთვალე. ამოიღე ეხლა აქედან ბიძინა და ჩასვი მიშა. შეიცვალა რამე? არათერი. ევროპარლამენტარებს კრიტიკული შენიშვნებისთვის ივანიშვილმაც კრიტიკული წერილით უპასუხა და უთხრა, რომ ნუ ყოფთო ევროპელებს უთხრა, ნუ ყოფთო ცხივსო საქართველოს საშინაო საქმეებში, დაგვანებეთ თავი, თორემ ასე თუ გააგზელეთ გაზის მიწოდებას შეგიწყვეტთო. ნუ ბიძინას წერილზე ევროკავშირს ჯერ პასუხი არ გაუწია. ნუ ჯერ ხელი აქვს ესე აწეული. ეხლა მთავარი ეს ხელი ესე არ გააქნიოს ევროპამ. არ გააქნიოს და არ დაპატარავდეს ნელ-ნელა ეს ხელი ხო პატარავდება მე შე. ეს პატარავდება. საპარლამენტო უმცირესობა შეხვდა შინაგან საქმეთა მინისტრს და უსაყვედუროს რომ თქვენო ბატონო მინისტრო ნათესავებს ნიშნავთო მაღალ თანამდებობებზო. ნუ ღარიბაშვილმა საინტერესო პასუხი გასცა. მოკლედ, თქვენი სიმაღლის სამას სამაზაშვილის დიშვილი, ზვია ჯანყარაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში წაიყვანეთ და დანიშნეთ გენერალ. ნათესავი არ არის. თქვენ არ გსმენია თუ მე უცნათესავი არ არის ნათესავი. ავაშენები. გამოაკეთეთ. განაჩენი გაბატონდა. მართალია მე ვეთანხმები მინისტრს, იმიტომ რომ ცოლის ნათესავი არ არის, მართლაც ვეთანხმები. მაგის ცოლის ნათესავები თურმე გადარეულები არიან, ამ უცხო კაცმაო, ვისად დაგნიშნაო, რატო დაგნიშნე ესეთ მაღალ თანამდებობებზეო, ვინ არისო, საიდან მოვიდა, იქნება გაგაცნოთ მაინც ეს კაცი ერთხელ ვნახოთო.
გადარეულები იონი თვითონ ცოლის ნათესავები. ნუ ვანო მერაბიშვილმა ახალ შინაგან საქმეთა მინისტრზე განაცხადა ძალიან საინტერესო რამ თუ შეიძლება ვნახოთ. მე მინდა გითხრათ რომ მე და მოქმედ დღევანდელი მოქმედ შინაგან საქმეთა მინისტრი ერთ რამეში გავართ ერთმანეთს არც ეს არ გვაქვს გამართული მეტყველება მაგრამ იმედია რომ სხვა რამეშიც დავამსგავსებით და მე ბატონო არ ვეთანხმები ამას არ გავხართ თქვენ ღარიბაშვილს ღარიბაშვილი და თქვენ ლაპარაკი ერთმანეთს საერთოდ არ გაქვს მეტყოლებაზე ვსაუბრობ ის ჩვეულებრივად ლაპარაკობს ღარიბაშვილი პირდაპირ გეუბნები უბრალოდ ახალი მთავრობა ხო დაზოგვებზეა გადასული ხო და ესეც ხმოვნებს ზოგავს და მარტო თანხმოვნებით გველაპარაკება ძირითადად შიდა ქართლში რუსმა ჯარისკაცებმა ოკუპირებულ სოფლებში გაავლეს საზღვარი და გააბეს მართუხლართები ეთყობა რომ ამ ბოლო დროს რუსეთთან რომ დავათმეთ ურთიერთობა ამათმაც პატივი იქცეს მართუხლართები გაგვიბეს ნუ ამ საზღვარმა ბევრი გლეხის შუა ვენახში გაიარა და ბოსტანზე გაიარა ანუ ეხლა შეიძლება გლეხმა თქვას რომ კომბოსო კი ავიღეო მაგრამო ეხლა ჭარხალი მაქვს ასაღები და ვიზას ველოდებიო ან ვიზას ველოდები, ან ჩერეს ბელარუსიით შევალ ჩემს ბოსტანში. თვითონ. ამ ბოლო დროს ძალიან გახშირდა განსაკუთრებით რეგიონებში და თბილისის რაღაც ზოგ ნაწილში დენის გამორთვები. ყველა ვხედავთ წინა კვირას რამდენიმე საათით არ იყო შუქი. აბა როგორ გინდა ეხლა 9 წელი სიცრუეში რომ ცხოვრობდი და მქონდა ეს ცრუ 24 საათიანი შუქი. ეხლა აღდგა სამართლიანობა და გვაქვს სამართლიანი დენი. ოღონდ გრაფიკით. თვითონ გრაფიკით ნუ ეგ არაფერი ვიცით რომ მე მესმის რომ გაგებით უნდა მოვეკიდოთ იმიტომ რომ მე-4 წელი ყოფილა უკეთესი თვითონ მე-4-ია უკეთესი მე-4 თავარია თქვენ ახლა გითხრათ გაგებით მოკიდების გრაფიკი 9-დან 6-მდე უნდა მოვეკიდოთ გრაფიკით დენის გამორთვას თუ 8-დან 12-მდე მაინც ესეც ყოველ ვიცოდით რა როდის მოვეკიდოთ მართლა ისე ხშირად ქრება უკვე შუქი რომ სარდაფში ჩატარილი ნავთის ლამპა მიხვდა თავის საჭიროება და თავის თამოვიდა სახში. მე არაფერი არ მითხრა. თავისით ამოვიდა დამხვდა იმდროს. სხვათა შორის რაც უფრო ხშირად გაითიშება შუქი, მით ნაკლები გადასახადი მოგივათ სახში. ძვირფასო მეგობრებო, ეგეც შენი კალაძის დაპირება. დენის ტარიფის დაკლებასთან დაკავშირებით. დაიწია ტარიფმა, ეხლა მთავარია მე მეშინია უფრო რომ განახევრებაზე არ იყოს ლაპარაკი თორე რა იტანს ორ დღეში ერთხელ უშუქობას მართლა თუ ასე გააგრძელა კალაძე მე შუქის გამორთვები ალბათ მალე გამოვა ბიძინა მთავრობის ხდომაზე და იტყვის attention substitution number 4 კალაძე ქართულად შეგვიძლია გადავთარგოთ ყურადღება მინისტრთა კაბინეტში ცვლილება ენერგეტიკის მინისტრი ნომერი 4 ნუ რა ვიცი მართალია ქვეყანაში შუქი ქრება ბენზინი ზვირდება ხალხი უმუშევარი რჩება კრიმინალი მატულობს და პენსია არ იზრდება მაგრამ ხალხს მაინც იმედი აქვს რომ მოვა ხელისუფლებაში ბიძინა და გვეშველება ჩვენ შოუს ბენზინი და უნდა ლეკოიქნება მადლობა